რა არის სტრატეგიული ან და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი? ასეთი შენობა ნაგებობების ნუსხა ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ 2024 წლის 23 ოქტომბერს არჩევნების გაყალბებამდე რამდენიმე დღით ადრე შეადგინა. ჩამონათვალში შევიდა ადმინისტრაციული შენობა ნაგებობები, პარლამენტი, სამინისტროები, საკრებულოები, ცესკო და ასე შემდეგ. ასევე აეროპორტები, სამედიცინო დაწესებულებები და მაგისტრალური ნავთობსადენები. ზოგი მართლა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ზოგი მხოლოდ ოცნების წევრებისთვის არის სტრატეგიული. 31 იანვარს დაანონსებულ აქციამდე 3 დღით ადრე სიაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზებით სასწრაფო წესით ჩაამადეს და ასევე სასწრაფო წესით მოაწერა ხელი ამ განკარგულებას ოლიგარქის კუთვნილმა კობახიძემ. რა არის და რომელია საერთაშორისო მნიშვნელობის გზა? ამას 2014 წელს მიღებულ დადგენილებაში ვნახულობთ, სადაც წერია, რომ თბილისში 4 ასეთი გზა შემოდის. თბილისი სენაკი ლესელიძე, თბილისი წითელი ხიდი, თბილისი ბაკურციხე ლაგოდეხი, ფონიჭალა მარნეული გეგუთი. და ეს გზები რა ადგილს გადის თბილისში და რომელი ქუჩებია დედაქალაქში სტრატეგიული მნიშვნელობის? ამ კითხვაზე პასუხს ვერსად იპოვით. მოქალაქეებმა კი არა, ვინც ეს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი უნდა დაიცვას, იმანაც არ იცის დაწყებისა და დასრულების წერტილი. საიდან იწყება სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი? აღმაშენებლის ძეგლიდან? მე მინდა რომ გადავიდე და ხომ დავიცადე სისხლით სად დამიჭერს და სად არის ადმინისტრაციული. განმარტება არის, შემიძლია ხო მითხარით, თქვენ ეხა ვერ წავიკითხავ აქ და თქვენ მითხარით. ნახეთ ამას ალტერნატივა. სადამდე, როგორ არა აქ ეხა აი აქ ეხა სადაც ვართ, მაგიდან უკვე თქვენ იცით შემოვლითი გზა რო არსებობს, აი გლდანიდან, ზაჰესიდან გადასასვლელი. ეგ არ არის ალტერნატიული გზა? ეგრეთ წოდებულ პოლიციელებთან ეს კითხვები 2 თებერვალს დავსვით, მაშინ როდესაც 8 ადამიანი უკვე დაკავებული ყავდათ და ისიც იცოდნენ, რომ მომდევნო დღეებში მათ სისხლის სამართლის მუხლით გაასამართლებდნენ. რო ნახო, მაგალითად თბილისის სენაკი ლესელიძის საერთაშორისო გზა, თბილისში რომელ ქუჩებს მოიცავს, თბილისი ლაგოდეხი ბაკურციხის საერთაშორისო გზა, თბილისში რომელ ქუჩებს მოიცავს და დაიწყო ძებნა, აღმოაჩინა რომ ეს არსად წერია. ანუ გამოდის რომ შეუძლებელია აი ასეთი ბეჯითი კანონმორჩილი მოქალაქისთვისაც კი, რომელიც რამდენიმე ათეული ფურცლის საკითხისთვის ზად არის რომ დანაშაული არ ჩაიდინოს, შეუძლებელი იქნება რომ აღმოაჩინოს რა არის საერთაშორისო მუშაობის გზა. უფრო მეტიც, აი ყოვლისმცოდნე და სისხლის სამართლის კოდექსის კარგად მცოდნე გამომძიებლებს დაჭირდათ წერილის მიწერა საგზაო დეპარტამენტისთვის და მხოლოდ გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილის შემდგომ გაირკვა რომ აღმაშენების ხეივანი არის საერთაშორისო მუშაობის გზა. მაგრამ გამომძიებლებმა ამითაც ვერ წააუყენეს ბრალი ამ სტრატეგიული ობიექტის ბლოკირებაში, იმიტომ რომ იცოდნენ რომ პოლიციის თანხმობით ეს ადამიანები გადასული იყვნენ გვერდზე ამავალ მცირე მნიშვნელობის პანდუსზე. ახლა მათ დაჭირდათ წერილის მიწერა თბილისის მერიისთვის, რომ გაერკვიათ პანდუსი არის თუ არა აღმაშენებლის გამზირის შემადგენელი ნაწილი და მას შემდეგაც თბილისის მერიამაც დაადასტურა, რომ აღმაშენების გამზირის შემადგენელი ნაწილი არის პანდუსი, ასე შეიკრა და შეიქმნა არარსებული დანაშაული. დანაშაულის შინაარსი უნდა იყოს ნათელი და მკაფიო, გასაგები 14 წლის მოზარდისთვისაც კი, რადგან სწორედ ამასაკიდან იწყება ადამიანების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. როდესაც ვერ საიდანიგებ რა არის დანაშაული, მივდივართ სრულ აბსურდამდე. ეს არის ანეკდოტამდე მისული სისულელე, გარდა იმისა, რომ არ ვთქვათ, რომ ისეთი ქუჩები მოყვება საერთაშორისო მუშაობის გზაში, რომ თავად კოცებისთვის ეს არის საკუთარ ფეხებში ნასროლი ტყვიასავი და თავად შეეკრებათ ხელფეხში მომავალში აქციების შესახებ. გზას კეთავდით გაიარ. საერთაშორისო თუილად ხუბრო ის რომ ეხლა ჩვენ გავართ საფეხმავლო ხიდზე, რომელიც აღმაშენებლის ხეივნის შემადგენელი ნაწილია, ასევე ჩვენ თუ თბილისის მერიას მივწერთ, ისინი დაგვიდასტურებენ, რომ გზის შემადგენელი ელემენტებია გადასასვლელი, საავარიო ჯიბეები, მისასვლელი თბილისის მოლთან, ასევე როდესაც ჩვენ ახლა საფეხმავლო ხიდზე არ გავატარეთ მოქალაქეები, იმიტომ რომ წერდით ინტერვიუს, კი, ესეც შესაძლებელია ამ ლოგიკით დაკვალიფიცირდეს როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 222 მუხლი სტრატეგიული ობიექტის ბლოკირება. არ ხუბრო.
გვეცინება, მაგრამ სახუმაროდ საქმე ნამდვილად არ გვაქვს. ივანიშვილი და მისი კუთვნილებები ისეთ აბსურდში გვაცხოვრებენ. ანუ ამ მიდგომით ნებისმიერი შეკრების დაწყების წინ, რომელიც მათ შორის სპონტანურადაც შეიძლება მოხდეს, წინასწარი დაგეგმვის გარეშე, მოქალაქემ უნდა დარეკოს ან წერილი მისწეროს რამდენიმე უწყებას, დაელოდოს მათ პასუხს რამდენიმე დღე და ასე დააზუსტოს ხომარ ჩადის დანაშაულს. ჩვენ ახლა ვართ პუშკინის ქუჩაზე და აღმოჩნდა, რომ ეს ძალიან პატარა ქუჩა, რომელიც თავისუფლების მოედანს და შემდეგ უკვე რუსთაველის გამზირს უერთდება, არის საერთაშორისო გზის შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად გამოდის, რომ ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი. ანუ ჩვენ თუ მაგალითად თავისუფლების მოედანზე ჩავატარებთ აქციას და იქ შეიკრიბება ხალხი, შეიძლება სისხლის სამართლის დამნაშავეებად გამოგვაცხადონ და დაგვიჭირონ. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც მაგალითად თავისუფლების მოედანზე ტარდება ხოლმე აქცია, მათ შორის როდესაც ქართული ოცნებაც ატარებს, ყოველთვის ამ ქუჩაზე ამოსასვლელს და ჩასასვლელს კეტავს ხოლმე საპატრულო პოლიცია. შეიძლება საერთოდ არ იცოდნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლება, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს კეტავდნენ, თუმცა ფაქტია, რომ ისინიც ვახო გომელაურის უწყების წარმომადგენლებიც სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიოდნენ და ჩადიან შეიძლება ყოველდღიურად, იმიტომ რომ რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად არის ახლა აქციები. სკამებს ჩაბღაუჭებულ რეჟიმის წარმომადგენლებს რომ გკითხოთ, ხალხს საერთოდ არ აქვს შეკრების და პროტესტის გამოხატვის უფლება. კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებზე აღარაფერს ვიტყვი. ქვეყნის მთავარი დოკუმენტი დიდი ხანია თავზე გადაგვახიეს. აი ამ ხაზს გადავა. არ გადახვიდე. სტრატეგიული ობიექტია, აქეთ ვიდგებით არ არის სტრატეგიული ობიექტი. ოღონ თავადაც არიციან პოლიციელებმა, იმიტომ რომ თავადაც ბევრჯერ დაუღვევიათ ეს კანონი, ეგრე გამოდის. როგორც აღმოვაჩინე, ჩემი სახლის წინ ქუჩა არ არის სტრატეგიული ობიექტი და აქციები გადაინაცვლებს იქ. და იცი არის ეგრე დაზუსტებით ვერ იწყებ, იმიტომ რომ ეს კანონით არაა, ხო გათვალისწინებ ნორმატიული აქტით შეიძლება შეიყვანონ და ეგეც იყოს სტრატეგიული. შეიძლება ჩემი ქუჩაც აღმოჩნდეს. ნებისმიერი ქუჩა თბილისში შეიძლება აღმოჩნდეს სტრატეგიული ობიექტის დანიშნულების შესაბამისად. ან ქართული ოცნება ეხლა ცდილობს რომ რაღაცნაირად ამ აბსურდში აგურიოს და პროტესტი გააჩეროს, მაგრამ ეს ხო ისე ვერ მოხდება. სინამდვილეში თავად უკეთესად იციან რა მარაზმში არიან გადასულები. თავადვე იკარგებიან კანონებში, ნორმატიულ აქტებში თუ სხვა დოკუმენტებში. თანამ ყველაფერს ხელს ეგრეთ წოდებული პრემიერი, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი, ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე ან ნებისმიერი ეგრეთ წოდებული აწერს ხელს. იმიტომ რომ ისინი კანონიერად არჩეულები არ არიან. მათ მიტაცებული აქვს სკამები და ახლა ქვეყნის მიტაცებას ცდილობენ. შესაბამისად არაფერი გვიკვირს და გვაშინებს. მალე შეიძლება სუნთქვის გამოც დაგვაპატიმრონ. იქნება არ მოსწონთ რუსთაველის გამზირზე ბევრი ადამიანის ერთად სუნთქვა. მაგრამ ჩვენ ვიცით და იმათაც, რომ ერთად რომ სუნთქავენ, ის ადამიანები დაასრულებენ ივანიშვილს და მის საკუთრებებს, ანუ რეჟიმს.